საღამო მშვიდობისა, ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვახვალდილი 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. ვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. გაჭირვებულია ყოფითი პრობლემები გავასა და ჭიკაანში, როგორ ცხოვრობენ და რას უჩივიან აქაურები. წლიდან წლამდე 1 კილო ხორცს ვერ ავყიდლობთ. 100 ლარი პენსია მე რაში მოვიხმარებ? საჭმელი ვიყიდო, წამალი ვიყიდო. 80 წლის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა რა ბრალდებით დააკავეს კახეთში მამაკაცი. თელავში აჩინებულის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის 25 წლიანი პრობლემა გვარდება. სამუშაოები დღეს გუბერნატორმა დაათვალიერა. ყველა ის ადგილი, რომელიც ეკონომიკასთან და ბიზნესთან და ტურისტთან არის დაკავშირებული, მოწესრიგებული უნდა იყოს. რა სადროდის გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის საშემოდგომო სერია გრძელდება. ეს პროექტი ჩვენ შეგვიწყობს ხელს იმაში, რომ უფრო ვიყოთ აქტიურები, მოტივირებულები. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. როგორ ცხოვრობენ და რა პრობლემები აქვთ ყვარლის სოფლებში? დღეს გავასა და ჭიკაანში ვერაიაშვილმა გამოკითხვა ჩაატარა. მოსახლეობის უმრავლესობა დღევანდელი ცხოვრებით უკმაყოფილოა. ძირითად პრობლემად კი უმუშევრობა, გაძვირებული პროდუქტი, მოხსნილი დახმარებები და მიგრაცია მიაჩნიათ. ვერაიაშვილი განაგრძობს თემას. ეს ყვარლის რაიონის სოფელი გავაზია, სადაც 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქ გამოკითხული მაცხოვრებლების უმრავლესობა დღევანდელი ცხოვრებით უკმაყოფილოა. ამბობენ, რომ ძირითადად უმუშევრები არიან, სოციალურ დახმარებას იშვიათი ოჯახი იღებს, პროდუქტებზე და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების გამო კი ყოველთვიური შემოსავალი პენსია წამლების საყიდლად არ ყოფნით. ყველა გაჭირვებულია, ყველას რაღაცა უკის, ყველას არ ვიცი, გართულდა. მე პენსიონერი ვარ. მუშაობ ბავშვებს ძილოს ვასწავლე. მე ის მიკვირს ხოლმე, ხშირად მითქვია, რომ მე კიდე ვიღებ ხო ხელფას პენსია, ვინც არაფერს იღებს, როგორ არსებობენ მეთქი. მაყოფილი ხარ? როგორ არა, ნელა-ნელა ყველაფერი წინ წამოვა, წინ მოდის. დაკირვებით როგორ უნდა ვიცი? ყოველთვიური შემოსავალი თქვენი რა არის? ძლები მუშაობენ შვილო, სამსახურებია, ჩემი შვილიც ამუშაობს. პენსიონერია და პენსია შევყურებს, სხვა შემოსავალი ჩვენ არ აქვს. ასაკოვანი ხალხი ვართ. სოციალურ დახმარებას იღებთ? არ მაძლევენ. არაფერიც არ მაქვს. აი საკოფში მაგალითად ყოფნით ის თანხა, ყოველთვიური თანხა რა? არა ყოფნის შვილო. წამლებში არა ყოფნის პენსია. აბა რას მივეთმოთ ხოლმე? რას მივეთმოთ? ხორცი იშვიათად ვიყიდო. ხორცის ფული მიჩება? არა ვარ კმაყოფილი შვილო. ოქროს ხანა წავიდა კოლექტივობა. ყველა დასაქმებული იყო. აი ეხლა წამლები იმ დღე 25 ლარისა, 100 ლარისა, რა 80 ლარისა. ორივე წნევა გვა. თანხა, აი რითი იყვებავით? რით? წლიდან წლამდე 1 კილო ხორცს ვერ ავყიდლობთ. ეგ არის ცხოვრება. ექიმთან რომ მიხარ გეგონება ის ხორის ხორცი არ აჭამო ისე და დიეტაზე ვარ. უკეთესი უნდა იყო კაცო, თავრობა უნდა მოიძე კარგი ხელისუფლება და მოხსენ დახმარება თუ რაც არის, ხელი შეგვიწყო ხალხს კაცო. ეგრე დაიხოცეთ მაი. უმუშევრობა, მოხსნილი სოციალური შემწეობები და მიგრაცია ეს ძირითადი პრობლემები აწუხებს ჭიკაანის მოსახლეობასაც. ამბობენ, რომ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად აუცილებელია ხელისუფლებამ დასაქმების ადგილების შექმნას. ფასი არ აქვს, რაც საზამთროს, არ მოსავალს არ აქვს, საფულობით არ აქვს. არ აქვს ფასი არ აქვს, ცხოვრება არ აქვს. აი თუ სახლი გავყიდე, გავყიდო წავიდე აქედან. ყიდი, მაგრამ ყიდველი არ არის, ფული არ აქვს. სოციალურ დახმარებას იღებთ, პენსია გააქვთ? არა, პენსია გვაქვს. მხოლოდ პენსია არის თქვენი შემოსავალი? და როგორ ყოფნით, აი როგორ ანაწილებთ ამ თანხას? აი როგორ მყოფნი, საგეიმ ბავშვს როგორ ეყოფა ის პენსია? ოჯახში სხვადასხვა რამე რო გჭირდება. დასაქმებულები არიან ოჯახში? მხოლოდ პენსიაზე? კი, სხვა არაფერი შემოსავალი არ აქვს. გაჭირვების გამო ჩემი შვილი დարձალი თურქეთში არიან წასულები, რომ რაღაცა 2 კაპიკი მოგვაწოდონ იქიდან. ექსი არ გვიჭირს, რომ ნამდვილად ეხლა გარეთ ქირაზე გავსულიყავი და მე მუშავა, იმიტომ რომ მაღაზია მქონდა. მაგრამ ფიზიკურად გვიჭირს. ბანკის ფულები გვაგადასახდელი და ესე რომ ჭირს ცხოვრება რა. ყოველთვის შემოსავალი მაქვს ის 100 ლარი პენსიას აღებდა. მე 100 ლარი პენსია მე რაში მოვიხმარებ? საჭმელი ვიყიდო, წამალი ვიყიდო, რა ვიყიდო, რა არ ვიყიდო, არაფერი. ეს 100 ლარი პენსია მე არ ამყოფნის.
ორივე სოფელში გავაზსა და ჭიკაანში მოსახლეობას პრობლემების მოგვარების მთავარ გზად ხელისუფლების მხრიდან მათზე ზრუნვა და გვერდში დგომა მიაჩნიათ. კახეთში სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულს 80 წლის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა ბრალდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება უკვე დაწყებულია და საქმის დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს კახეთის გუბერნატორმა და თელავის მერმა აჩინებულის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. გზა 25 წელი არ შეკეთებულა, რის გამოც სავალი ნაწილი დაზიანებული იყო და გადაადგილება ჭირდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4000 კვადრატული მეტრის გზის საფარის სრული რეაბილიტაცია. მისი ღირებულება კი 80,000 ლარია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. გზა თელავს მიმდებარე სოფლებთან აკავშირებს, გარდა ამისა, მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით, რადგან ის ღვინის კომპანიებსაც უკავშირდება. მნიშვნელოვანი არის კონკრეტულად ეს მონაკვეთი, იმიტომ რომ მიდის კონკრეტულ ქარხანასთან. ეს მნიშვნელოვანია ქარხანისთვის, რომ მას კარგი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს, მისასვლელი ჰქონდეს ნორმალური. ეს არა მარტო მას ტექნოლოგიურად ჭირდება იმისთვის, რომ ტურისტი მოიზიდოს, იმიტომ რომ ქარხანა გეგმავს ტურისტული მეღვინეობის ინფრასტრუქტურის განვითარებას თავის ტერიტორიაზე. ფრანგული ინვესტიცია არის აქ უკვე თქვენ მოგეხსენებათ, მაგრამ ეს მარტო ამიტომ არ კეთდება, რომ ფრანგული ინვესტიცია. ზოგადად ყველა ის ადგილი, რომელიც ეკონომიკასთან და ბიზნესთან და ტურისტთან არის დაკავშირებული, მოწესრიგებული უნდა იყოს. ეს გზა აკავშირებს ქალაქს დასახლებულ პუნქტს ქალაქის საწარმოო ზონასთან, შესაბამისად ძალიან განთავსებულია ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები, კომპანია GVS-ის გაერთიანებული წყალმომაგრების კომპანია და სხვადასხვა კერძო საწარმოები, რომელიც საჭიროებენ ჩვენს ხელსაწყობას და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესს იმისათვის, რომ შემდგომში მათ ხელი შეუწყონ დასაქმებას და დამატებით ინვესტიციებს, ეს არის კიდევ ერთ-ერთი ნაბიჯი ქალაქ თელავის მერის. ჩვენ ბევრი პრობლემა გვექნებოდა დაზიანებულ გზასთან დაკავშირებით და ბოლო 4 წელი მის შეკეთებას ვითხოვდით. ჩვენ გსურთ, რომ მოვიზიდოთ ტურისტები და ამისათვის აუცილებელია კარგი ინფრასტრუქტურა და კარგი გზა. აი ახლა გვაქვს და ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით მერიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების კონფერენცია გურჯაანში. პროფკავშირების პრეზიდენტმა მაია კობახიძე მუნიციპალიტეტის 50 დელეგატთან ერთად გასული 2 წლის მუშაობა შეაჯამა და დადებითად შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა ასევე ახალ კანონზე, რომელიც ბაგაბაღების აღმზრდელებისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. იგი ძალაში 2017 წლის აპრილიდან შევა. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის დელეგატებს წარუდგინეთ პროფკავშირის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების ძირითადი პრიორიტეტები, მიმართულებები, როგორიც არის წერთა შრომითი სოციალურ-ეკონომიკური სამართლებრივი პროფესიული ინტერესების დაცვის მიმართულებით, პედაგოგთა მაქსიმალური ჩართულობა განათლების მიმდინარე რეფორმაში, საბავშვო ბაგაბაღების ამღზრდელთა შრომის სავალდებულო პირობების თაობაზე და ასევე გავაცანით კონფერენციის დელეგატებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც უკვე დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. სასურველია რომ იყოს ეს ორგანიზაცია უფრო სრულყოფილი, რადგან ეს არის ერთ-ერთი ორგანიზაცია იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც იცავს პედაგოგთა ინტერესებს და საჭიროა ამ ორგანიზაციის არსებობა. ზოგადად მისი მუშაობა დამაკმაყოფილებელი და იმედია უფრო უკეთესად იმუშავებს ეს ორგანიზაცია. განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურები და შეღავათები მომხმარებლებს. ამირედან მოსახლეობას ელექტროენერგიის მიღება მზის ენერგიაზე მომუშავე მზის მიკროსიმძლავრის სადგურის მეშვეობითაც შეეძლება. ამის საშუალებას სემეკის ახალი რეგულაციები იძლევა. ილიას უნივერსიტეტში 35 კილოვატიანი მზის ფოტოელექტრული სისტემით აღჭურვილი მიკროსიმძლავრის სადგური უკვე ამუშავდა. სემეკის ახალ რეგულაციებს ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები აფასებენ. ნახოთ სიუჟეტი. ეს არის პირველად საქართველოში ამ მასშტაბის ფოტოვოლტური სისტემების გენერაციის სადგური. ილიას უნივერსიტეტში 15 კილოვატიანი მზის ფოტოელექტრული სისტემით აღჭურვილი მიკროსიმძლავრის სადგური ელექტროენერგიით უნივერსიტეტის ერთ-ერთ კამპუსს მთლიანად ამარაგებს.
წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით ჩვენ ყოველთვიურად დაახლოებით 2500-3000 კილოვატ-საათ ენერგიას გამოვიმუშავებთ და შეგვიძლია ეს ენერგია აღარ მივიღოთ ქსელიდან. ეს ყველაზე უფრო სუფთა ენერგია, რაც კი შეიძლება დღეს ადამიანმა მიიღო. მზის ფოტოვოლტური ელემენტების საშუალებით მიღებული ენერგია ითვლება, რომ ეს არის ყველაზე უფრო სუფთა, ყველაზე უფრო ეკოლოგიური თვალსაზრისით მისაღები ენერგია. მზის მიკროსიმძლავრის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხოლოდ კვირის სამუშაო დღეებში სჭირდება. შაბათ-კვირას კი ჭარბი ენერგია შეუძლია გამონაწილებელი კომპანიის ქსელს მიუერთოს. ამის საშუალებას სემეკის ახალი რეგულაციები იძლევა. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია აუცილებლად უნდა იყოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე და მისი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 კილოვატს. საცალო მოხმარებას უფლება აქვს, რომ თავისი მოხმარება დაიბალანსოს როგორც ქსელიდან, ასევე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან გამომუშავებული ელექტროენერგიით. თვის ბოლოს ხდება ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის გაქვითვა. პირობითად თუ თქვენ თვის განმავლობაში ქსელიდან მიიღეთ 300 კილოვატი, ქსელში გაეცით 250 კილოვატ-საათი. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ გაიქვითება და მომხმარებელს 50 კილოვატ-საათის ღირებულების გადახდა მოუწევს მხოლოდ. სემეკის ახალი რეგულაციების შემდეგ გამონაწილებელ ქსელზე ჯერ მხოლოდ ერთი მცირე სიმძლავრის სადგურია მიერთებული. ეს არის დაბა წყნეთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი, რომლის სახურავზეც 5.2 კილოვატის სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული სისტემა დამონტაჟდა. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში იმედი აქვს, რომ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროსადგურების უპირატესობიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა მალე გაიზრდება. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები არის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა წყაროები ელექტროენერგიის. მეორეს მხრივ იხსნება დატვირთვა თვითონ გამონაწილებელ ქსელში. ჩნდება ადგილობრივი, ასე ვთქვათ, შედარებით იაფიანი ელექტროენერგიის წყარო. მზის, ქარის, წყლის, ბიოგაზის და სხვა განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალის მკვლევარ კომპანიაში, რომელიც მზის ელექტროსადგურების მონტაჟს ახორციელებს, აცხადებს, რომ საშუალოდ ერთი ელექტროსადგურის ღირებულება 5000 ევროში ადგენს. ასევე იცვლება სადღაც 1.5 ევროდან 2 ევრომდე 1 ვატი. საშუალოდ დაუჯდება 5000 euро. და ამ ინვესტიციას დაფარავს 8 წელიწადში და შემდეგ ენერგია იქნება უფასო ენერგია. ეს სისტემები მუშაობენ სახარხმო გარანტია 30 წელი და მეტი. რეალურად ორგანიზებია რომ 50 წელი შეუძლია სადგურმა იმუშაოს. სემეკის ახალ რეგულაციებს ენერგეტიკის სფერო სპეციალისტები აფასებენ. დავით მირცხულავას თქმით, ეს განახლებადი ენერგიის უფრო აქტიურ ათვისებას შეუწყობს ხელს, თუმცა ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს აქვს შენიშვნებიც. ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია განახლებადი ენერგიის ათვისებისთვის. დღევანდელი ეკონომიური მაჩვენებლებით ამას აუცილებლად ჭირდება დახმარება. ესე იგი რაღაც სტიმულირების მექანიზმი. სწორედ ამას ვამბობ, რომ დახმარება, სწორედ საბანკო პროდუქტი რო გახდეს ეს თუნდაც, ხო? რომ მივიდეს ბანკში, აიღოს შეღავათიანი კრედიტი, რაღაც გარკვეული შეღავათები იყოს. როგორც სემეკში აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა იყო, რისი ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ამ დროისთვის გამონაწილებელ ქსელზე მხოლოდ ერთი მიკროსიმძლავრის მზის ელექტროსადგურია მიერთებული. ასევე იგეგმება ქსელში ილიას უნივერსიტეტის სადგურის ჩართვაც, ხოლო წლის ბოლომდე მათ რაოდენობას კიდევ 2 დაემატება. ინტელექტუალური თამაში რა სად როდის გურჯაანში. დღეს სტაშემოდგომო სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობას გურჯაანის 21 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. ფინალში ერთმანეთს საუკეთესო ქულების მქონე 6 სკოლა შეეჯიბრება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დიპლომები, ფასტიანი საჩუქრები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს ბროლის ბუ გადაეცემა. ფინალში ასევე მოხდება საუკეთესო მოაზროვნე ბიჭის და გოგონას გამოვლენა და დაჯილდოება. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საგაზაფხულო სერიის გამარჯვებული კი გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა გახდა. ეხლა მიმდინარეობს საშემოდგომო სერიის ინტელექტუალური თამაშის რასადროდის მეორე ტური. მონაწილეობს 21 საჯარო სკოლა. ფინალი გაიმართება 2 ტურის შემდეგ, კიდევ ჩატარდება მესამე მეოთხე ტური. შემდეგ გაიმართება ფინალი. ფინალში დარჩება
6 საჯარო სკოლა, გამოვლინდება პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელი გუნდები და გამარჯვებულები მიიღებენ დიპლომებს და ფასიან საჩუქრებს. მსგავსი პროექტები და აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის. ეს პროექტი ჩვენ შეგვიწყობს ხელს იმაში, რომ უფრო ვიყოთ აქტიურები, მოტივირებულები. ძალიან მიხარია, რომ ტარდება ეს თამაშები ყოველწლიურად, რა თქმა უნდა სეზონურად. დიდ განათლებას ვიღებთ ამით, ჩვენ რა თქმა უნდა ინტელიგენციის დონეს ამაღლებს ჩვენთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, მე ვფიქრობ და სასურველი იქნება თუ უფრო მეტი სკოლა მიიღებს მონაწილეობას. ახმეტაში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო წიფლისა და რცხილას სახეობის ხეტყი. მძღოლმა კი ვერ წარმოადგინეს სათანადო დოკუმენტაცია. სამართალ დამხევს უკანონოდ მოპოვებული მერქანი ჩამოერთვა, ხოლო სატრანსპორტო საშუალება დაილუქა. გამოშვებას კი რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის 2016-17 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მასში 24 ვალდებულებაა გაერთიანებული, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებლობას 24 უწყება იღებს, მათ შორის არიან ისეთი უწყებები, რომლებსაც არც ერთი წინამორბედი გეგმით ვალდებულება არ ჰქონიათ აღებული. ღია მმართველობის პარტნიორობა ამერიკისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ჩვენ ვაგრძელებთ ისევე როგორც ეს იყო 2015 წელს სამოქმედო გეგმაში გქონდეს ვალდებულებები, რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურები და ამ შემთხვევაში თბილისის, ბათუმის, ქუთაისის იუსტიციის სახლები კიდევ უფრო მეტად მორგებული გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ავიღეთ ვალდებულება მაგალითად, რომ ჩვენ ნავიგაციის სისტემას და ისეთ სერვისებს დავგეგმავთ ამ ფილიალებში, რომ უსინათლო ადამიანს თანხლების გარეშე შეეძლოს სერვისის მიღება. ძალიან ბევრი სიახლე შემოგთავაზა სხვა 23-მა სამინისტრომ, მარეგულირებელმა კომისიამ თუ მუნიციპალიტეტებმა, რაც არის ამ შემთხვევაში დიდი სიახლე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის ინსპექტორი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით დაკავებული მოქალაქეს მისი ახლობლის პატიმრობაში მყოფი პირის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც $7,000 გამოართვა, იგი ფულის გადაცემის დროს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჭინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის ქალაქ რუსთავის ნომერ 17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაპირდა. რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა $7,000, რა დროსაც იგი ბრალდებული სახით დააკავეს. გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180 მუხლის მესამე ნაწილის ადაბექვე პუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კერძო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებს შეხვდა. ლევან ჯორჯოლიანმა დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და მათ აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების საკითხზე თავიანთი მოსაზრებები და მიდგომები წარმოადგინეს. მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლონ სახელმწიფო სექტორთან შრომის ინსპექციის შემდგომი განვითარება. კომპანიების HR-მა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოთქვეს ახლად შექმნილი დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით არ დამიწყია ოფიციალური შეხვედრები სოციალურ პარტნიორებთან, ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლებთან, HR-ებთან, მათი ხედვები პირდაპირ უკავშირდება შრომით სამართლებრივ საკითხებს, შესაბამისად, კარგი იყო მათგან მიღება ეგრეთ წოდებული ფიდბექი იმ საკითხებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება განვითარდეს შრომის ინსპექცია საქართველოში. სოფლის მეურნეობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები ამ სფეროების მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში წელს არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირების პროგრამა განხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ადამიანები ცოდნასა და გამოცდილებას ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით იღებენ და აგროვებენ და არაფორმალური განათლება არის სწორედ ესეთი ერთ-ერთი ფორმა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური განათლების აღიარება ხდებოდეს ფორმალური განათლების პროცესში, ანუ არ დაეკარგოს ადამიანს სწორედ ის ცოდნა და უნარჩვევები, რომელსაც დაეუფლა პროფესიულ განათლებაში, ამ შემთხვევაში შემოსვლამდე. არაფორმალური განათლების აღიარება მართლაც დაეხმარება ზრდასრულ ადამიანებს, რომ დაზოგონ დრო და ნაკლები დანახარჯებით მიიღონ უკვე ფორმალური განათლება და მიიღონ დიპლომი და ეს შესაბამისად დააჩქარებს მათი ბაზარზე, შრომის ბაზარზე გასვლის პროცესებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს სოფლად და სწორედ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სფერო გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა კვალიფიკაციის დადასტურების კუთხით და ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ქონა და გარკვეული კვალიფიკაციის ნაწილის თუნდაც და კომპეტენციების სერტიფიცირება სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი ევროპული არმიის შექმნის მოწოდებით გამოდის. როგორც ბერლინში იუნკერმა განაცხადა, საჭიროა ევროპული ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საერთო ევროპული არმიის შექმნას უზრუნველყოფს. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა ევროპის შეერთებული შტატების შექმნას არ ისახავს მიზნად. ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები კვლავ გაიმართა, როგორც BBC წერს, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ქვეყნის რასობრივი და გენდერული ნიშნით განხეთქილებას გამოიწვევს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით დაფიქსირებულია ვანდალიზმის ფაქტები. საპროტესტო აქციებს თავად ტრამპიც გამოეხმაურა, როგორც ის ტვიტერის მიკრობლოგში წერს, პროტესტი ძალიან უსამართლო იყო. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარას უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი პოლ სონინო თავის ახალ წიგნში ამტკიცებს, რომ მან დაადგინა ლუი მე-14-ის მმართველობის დროინდელი იმ ტუსაღის ვინაობა, ვისაც რკინის ნიღბიანს ეძახდნენ. ამის შესახებ Discovery წერს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ტუსაღის სახელი იყო ესტაშ დორჟე, აცხადებს სონინო. მისი მტკიცებით ესტაშ დორჟე ლუი მე-14-ის ადრეული მმართველობის პერიოდში საფრანგეთის პირველი მინისტრის კარდინალ მაზარინის კამერიდან იყო. წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მაზარინი მქონების ნაწილი ინგლისის მეფესა და დედოფალს მოჰპარა, ამის გამო დორჟე დააპატიმრეს და დაემუქრნენ, რომ თუ მისი ვინაობა გამჟღავნდებოდა, მას მოკლავდნენ. აღსანიშნავია, რომ ადამიანი რკინის ნიღაბში ისტორიის მიხედვით ამ დრომდე ფილმის არაერთი ვერსია არ შექმნილი. ბრაზილიურ მხიარულ რიტმებზე რომ ყველა ცეკვავს, ეს უკვე ახალი არ არის, თუმცა ინტერნეტით გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კადრები ქუჩაშია გადაღებული და ძაღლის ცეკვას ასახავს. ადამიანის ოთხფეხა მეგობარი, როგორც ჩანს, ბრაზილიური ცეცხლოვანი რიტმების მოსმენის დროს თავს მხიარულად გრძნობს. ახლა კი დღის სხვა ამბები. ლეგენდარული მომღერალი და კომპოზიტორი ლეონარდ კოენი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ლეგენდარული პოეტი, კომპოზიტორი და არტისტი ლეონარდ კოენი გარდაიცვალა. ჩვენ დავკარგეთ მუსიკის ყველაზე პატივსაცემი და ნაყოფიერი მეოცნებე, დაიწერა მომღერლის ოფიციალურ Facebook გვერდზე. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზაფაჩულიას გუნდმა Golden State-მა სტუმრად Denver Nuggets-ი დაამარცხა. ზაზაფაჩულიამ Denver-ში თითქმის 14 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 7 მოგებითა და 2 მარცხით Golden State-ი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. შემდეგ მატჩს კი 14 ნოემბერს Phoenix-თან გამართავს. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ.
ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგწევნეთ ქართული შრიფტი ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ამით ჩვენი გამოშვება დასრულდა, ნახვამდის.